ირაკლი რუხაძის ჰანიվել პარტნერსმა ლიბერთი ბანკის შემდეგ არმატურის ბიზნესიც გაყიდა. რუსთავის ფოლადმა არმატურის საწარმოო ხაზი მეტალურგიულ კომპანია PM მეტალზე გაასხვისა. საჯარო რეესტრის თანახმად რუსთავის ფოლადმა 2025 წლის დეკემბერში დააფუძნა კომპანია იბერია რიბარი, რომელსაც გადასცა კომპანიის საკუთრებაში არსებული არმატურის საწარმოო ხაზი. ხოლო 2026 წლის 30 ივლისს გაფორმებული გარიგებით იბერია რიბარის მფლობელი ბიზნესმენ გიორგი მირიანაშვილის საკუთრებაში მყოფი PM მეტალი გახდა. იმის შესახებ კომპანია რუსთავის ფოლადი არმატურის სეგმენტის გაყიდვას გეგმავდა, კომპანიის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა იგორ კორიტკომ 2026 წლის იანვარში BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, არმატურის სეგმენტში საქართველოს ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ რთული იყო. სწორედ ამიტომ კომპანიამ უნაკერო მილების გაყიდვაზე აიღო ძირითადი აქცენტი. რუსთავში არმატურის საწარმოს ახალი მფლობელი კომპანია PM მეტალსი 2019 წელს დაარსდა. მისი მფლობელია ბიზნესმენი გიორგი მირიანაშვილი. 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად კომპანიის საქმიანობის მთავარ სეგმენტს საქართველოს ბაზარზე არმატურის იმპორტი და რეალიზაცია წარმოადგენს. ლიბერთი ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი რუსთავის ფოლადის დირექტორი გახდა. გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიის მფლობელებმა მიიღეს, საჯარო რეესტრში 23 ივლისს აისახა. ბექა გოგიჩაიშვილმა იგორ კორიტკო ჩაანაცვლა, რომლის პოსტიდან გათავისუფლებას და ახალი დირექტორის დანიშვნას პარტნიორებმა კომპანიის საუკეთესო ინტერესები უწოდეს. ბექა გოგიჩაიშვილი ლიბერთის გენერალური დირექტორად 2022 წლის ივნისში დაინიშნა და პოსტს ბაზის ბანკის მიერ ლიბერთის შეძენამდე იკავებდა. მანამდე 2020 წლიდან იყო ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ბექა კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიც არის Universal Card Corporation, TBC ბანკის საპარტნიორო ფონდი და ჰანიվել პარტნერსი. საქართველოს კაპიტალის ბაზარზე წელს 13 საჯარო კორპორაციული ობლიგაცია განთავსდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ლოპოტას მიერ 20 მილიონი დოლარის ორწლიანი ობლიგაციების განთავსების ღონისძიებაზე განაცხადა. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება. სების ინფორმაციით წელს 7 თვეში სავალო ფასიანი ქაღალდები ბაზარზე 7-მა ემიტენტმა გამოიტანა, რომელთა ჯამური ღირებულება 570 მილიონ ლარში ადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდს დაახლოებით 80%-ით აღემატება. საქართველოდან ირანში ავტოექსპორტის ბუმია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის შედეგებით ირკვევა, რომ საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის 119 მილიონი დოლარის ღირებულების 6759 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. შედარებისთვის 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 7 ავტომობილს შეადგენდა. მისი ღირებულება კი 151,000 დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 78,9%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებლით ირანმა პირველად საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ყირგიზეთსა და ყაზახეთის შემდეგ. ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა, რის შედეგადაც ირანში ტრადიციული საზღვაო გზით ავტოიმპორტი შემცირდა. როგორც ირკვევა, აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ საქართველოდან გააქტიურებული რეექსპორტით დაბალანსდა. მთლიანობაში 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან უცხოეთში მილიარდ 160 მილიონი დოლარის ღირებულების 48,314 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. წინა წელთან შედარებით ეს მოცულობა 318 მილიონი დოლარით, ანუ 21,9%-ით არის შემცირებული. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს უცხოეთიდან 967 მილიონი დოლარის ღირებულების მილიონი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც თანხობრივად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით, რაოდენობრივად კი 9%-ით მეტია. ამასთან თუ 2025 წლის 7 თვეში 1 ტონა საწვავის საშუალო ფასი 751 დოლარი იყო, წელს ეს მაჩვენებელი 917 დოლარს შეადგენდა. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი საწვავი საქართველოს კვლავ რუსეთიდან შეიძინა. 2026 წლის 7 თვეში რუსეთიდან 292 მილიონი დოლარის ღირებულების 393,000 ტონა ნავთობპროდუქტები შემოვიდა. თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან საწვავის იმპორტი 11%-ით შემცირდა. მეორე ადგილს თურქეთი იკავებს 125 მილიონი დოლარით. თურქეთიდან 2026 წლის 7 თვეში 112,500 ტონა საწვავია შემოსული, რაც წლიურად 154%-იანი მატება. მესამე პოზიციაზეა რუმინეთი, საიდანაც საქართველოს 111 მილიონი დოლარის ღირებულების 119,000 ტონა
საწვავი შეიძინა. მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანული საწვავის იმპორტიც. 7 თვეში აზერბაიჯანიდან 88 მილიონი დოლარის ღირებულების 90,100 ტონა საწვავი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 131%-ით მეტია. ყველაზე მკვეთრი ზრდა კი ბელარუსიდან იმპორტში ფიქსირდება. იანვარ-ივნისში ბელარუსიდან 56 მილიონი დოლარის ღირებულების 56,200 ტონა საწვავია შემოსული, რაც წინა წელთან შედარებით 3,504%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 6 წლიან მინიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით წელს 7 თვეში საექსპორტო ბაზრებზე 11 მილიონი დოლარის ელექტროენერგია გავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით განახევრებულია და ამასთან 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ პერიოდში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით 2023 წელი იყო გამორჩეული, როდესაც საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის გატანით მიღებული შემოსავალი 77,3 მილიონ დოლარს აღემატებოდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით წელს 7 თვეში ექსპორტზე 215,7 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია გავიდა. აქედან 66,7 მილიონი აზერბაიჯანზე მოდის, რომელიც ძირითადად ორი ქვეყნის სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობას ასახავს. 169 მილიონი კილოვატ-საათის ექსპორტი კი თურქეთში მოხდა, რომელიც წელს დაბალი ფასის გამო ქართული კომპანიებისათვის მიმზიდველი არ იყო. ივლისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მცირედით 0,6%-ით გაიზარდა და 1390 გიგავატ-საათი შეადგინა. TBC კაპიტალის მონაცემებით გასული წლის ივლისთან შედარებით მკვეთრად შეიცვალა გენერაციის წყაროები. კერძოდ ჰიდროელექტროსადგურებმა 1371 გიგავატი გამოიმუშავეს, 3,9%-ით მეტი ვიდრე შარშან. 81%-ით 11 გიგავატამდე გაიზარდა ქარის სადგურების გამომუშავება. მზის სადგურებმა 2 გიგავატი ელექტროენერგია აწარმოეს, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება წლიურად 89%-ით 5,9 გიგავატამდე შემცირდა. თითქმის 2%-იანი კლებაა მთლიანობაში 7 თვეში ელექტროენერგიის წარმოების კუთხით. ივლისში შემცირებული იყო ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 4,1%-ით 1228 გიგავატ-საათამდე. კლებაა როგორც საცალო მოხმარებისა და აფხაზეთის მოხმარების, ასევე პირდაპირი მომხმარებლების კუთხითაც. TBC კაპიტალის მონაცემებით 27%-ით დაიკლო ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ და 4,27 ცენტი შეადგინა. თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები დაახლოებით 20%-ით შემცირდა. ამასთან 2,6%-იანი კლებაა 7 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასის კუთხითაც. საშუალო შეწონილი ფასი 1 კილოვატ-საათზე 5,73 ცენტი იყო. 2026 წლის ივლისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 116 გიგავატი შეადგინა, რომლის 90%-ის მიწოდება თურქეთისთვის მოხდა, სადაც საშუალო საექსპორტო ფასი კილოვატ-საათზე 4,71 ცენტს შეადგენდა. საქართველომ წელს მოცვის ექსპორტიდან 63 მილიონ 100,000 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 48%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საექსპორტო ფასი 1 კილოგრამისთვის 6 დოლარი და 46 ცენტი იყო, რაც გასული წლის 7 თვესთან შედარებით მცირედი კლებაა. 2025 წლის იანვარ-ივლისში ფასი 6 დოლარსა და 71 ცენტს შეადგენდა. ქართული მოცვის მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია, სადაც წელს 7 თვეში 8,859 ტონა მოცვი გავიდა, რომლის ღირებულებამ 57,3 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა გერმანია დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარით. გერმანიაში 240 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა. სამეულში შედის ნიდერლანდები 1,1 მილიონი დოლარით და 167 ტონით. კაპიტალის ბაზარზე მეორადი ვაჭრობის განვითარებას მოთხოვნა მიწოდების დისბალანსი აფერხებს. TBC კაპიტალის დირექტორი BMG-სთან ამბობს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ზრდა ანარჩუნდება. ბაზარმა 3 მილიარდს მიაღწია და მზარდია ინტერესი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან. ოთარ შარიქაძე ამბობს, რომ მეორადი ბაზარი არსებობს, არის ობლიგაციების გასხვისების შესაძლებლობაც, თუმცა ინვესტორები მაინც ამჯობინებენ ფასიანი ქაღალდების შენარჩუნებას ვადის ამოწურვამდე. TBC კაპიტალში ელიან, რომ უახლოეს მომავალში ბაზარზე აქციების ემისიაც მოხდება, რადგანაც ინვესტორთა მხრიდან ინტერესი არსებობს. დარწმუნებული ვარ, ქართული კომპანიებიც შეძლებენ მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებას და ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ ეტაპს, როდესაც ბაზარზე გამოვა არა მხოლოდ სასესხო, არამედ კაპიტალის ტიპის ფასიანი ქაღალდებიც, ამბობს ოთარ შარიქაძე. ბაზარზე ჩვენ ვხედავთ, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალი არის ფასიანი ქაღალდების. აქედან გამომდინარე, მეორადი ბაზარის ნაკლებობა არის, იმიტომ რომ ძირითადად ინვესტორები ყიდულობენ ფასიან ქაღალდს, ინახავენ ამ ფასიან ქაღალდს ბოლომდე. ამიტომ რა თქმა უნდა არის მეორადი ბაზარი და ინვესტორებს აქვს საშუალება რომ გაყიდონ ფასიანი ქაღალდების თუჯება, თუმცა უფრო მეტი მოთხოვნა არის ფასიანი ქაღალდებზე დღესდღეობით, ვიდრე მიწოდება. და ეს იმ პირობებში, როცა ბაზარი მზარდია.
TBC-მ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან Standard Chartered Bank-თან საკორესპონდენტო თანამშრომლობა დაიწყო. შედეგად TBC-ს განმარტებით კიდევ უფრო გამარტივდება და დაჩქარდება საერთაშორისო გადახდების პროცესი. Standard Chartered Bank-ი ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტია, რომელსაც ფართო გლობალური ქსელი და ძლიერი პოზიციები აქვს საერთაშორისო გადახდებისა და საკორესპონდენტო ბანკინგის სფეროში. სწორედ ამიტომ თანამშრომლობა განსაკუთრებით დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ტრანზაქციებს უცხოელ პარტნიორებთან, ასრულებენ იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო ვაჭრობაში. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებელ განხორციელებას, ბიზნეს აქტივობის გაძლიერებას საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, აცხადებენ TBC ბანკში. ავიაკომპანიების სუბსიდირების წესები შეიცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით იცვლება ავიამიმართულებების სტიმულირებისას ახალი მიმართულების განმარტება. თუ ძველი წესით ახალ მიმართულებად ითვლებოდა რეისი, რომელიც აეროპორტში ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგულარულად არ სრულდებოდა, ახალი დადგენილებით ავიაკომპანიას შეუძლია სტიმულირებით ისარგებლოს, თუ მიმართულების რეგულარული შესრულების დაწყებიდან ასევე 6 თვეზე მეტი არ არის გასული. სტიმულირების თანხის ზედაზღვარი უცვლელი რჩება. პირველი კატეგორიისთვის მაქსიმუმ 600.000 ევრო, მეორე კატეგორიისთვის 500.000 ევრო, მესამე კატეგორიისთვის 400.000 ევრო, ხოლო მეოთხე კატეგორიაზე 300.000 ევროა გათვალისწინებული, თუმცა დაკორექტირდა პერიოდი. თანხა განისაზღვრება პირველი ავიარეისიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში, ნაცვლად პირდაპირ მომდევნო 3 წლისა. უცვლელად შენარჩუნდა მოთხოვნა, რომ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე ავიაკომპანიამ კვირაში სულ მცირე 2 რეისი უნდა შეასრულოს. ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფაზების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა. წლიურად კი 5.1%-იანი მატებაა. საქსტატის მონაცემებით 2026 წლის ივნისთან შედარებით ფასები 2%-ით შემცირდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. თუმცა წლიურად ამ სექტორში მკვეთრი მატებაა. საქსტატის გათვლებით გასულ ივლისთან შედარებით 14.4%-ით გაიზარდა სამთო მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება. ჯგუფში აღსანიშნავია 16%-იანი მატება ლითონის მადნებზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები წლიურად 5.2%-ით გაიზარდა. მათ შორის ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე 6.6%-ით და ძირითად ლითონებზე 11%-ით. თუმცა ამ ჯგუფში წინა თვესთან შედარებით 0.3%-იანი კლებაა. წინა თვესთან შედარებით ფასები ასევე 3.1%-ით შემცირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კოდიცირებული ჰაერის ჯგუფზე. ამ ჯგუფში ფასები წლიურადაც შემცირებულია 1.7%-ით. წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მომსახურება კი წლიურად 5.7%-ით არის გაძვირებული. განათლების სამინისტრო მასწავლებლებს, რომელსაც საგნის გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, კიდევ 1 წელი მისცა. როგორც უწყება იტყობინება ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყოტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრულივა და საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად. მათ საგნის ჩაბარება 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ 2026-27 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის სწავლების დამადასტურებელი კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. გარდამავალ პერიოდში სამინისტრო მასწავლებლებს კვლავ შესთავაზებს დამატებით მხარდაჭერას. პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა. საგნის გამოცდა მასწავლებლებისათვის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში ჩატარდება. ამავდროულად პედაგოგებს საშუალება ექნებათ უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საათობრივი მომზადების კურსები, აცხადებს უწყება.